მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა რუსთაველის გამზირი, მოძრაობა რუსთაველის გამზირი გამოვიდა გდანში. აი ნახეთ ეს შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. რა უნდა გითხრათ? ყველას უხსნით, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება. ყველა გაგებით ეკიდება ამას. იმიტომ ეს იქნება ბიძენა ივანიშვილის ისევ თამაშზე აყოლა, არავითარ შემთხვევაში. და მე მიხარია რომ სადაც კი არ გამოვიარეთ ეს სადაც ეს იქნება მეტროსთან მაღაზიებში ქუჩაში მანქანები ყველა ჩვენ გვესალმებოდნენ და ყველა მისთვის თუ რატომ ვარ ჩვენ აქ რუსთაველის გამზირი რატომ ამოვიდა გდანში ნუ ერთ სიტყვით ჩვენი საქმე არის ძალიან მართალი ჩვენ ვართ მართლები ჩვენ მხარეს არის სიმართლე ჩვენ გაუცებად გავიმარჯვებთ და ერთრამესაც დავამატებ რომ აუცილებლად უნდა შევძლოთ თითქმის შეუძლებელი ყველა სოფლიდან ყველა ქალაქიდან უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენ აქ დელეგატები და უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა რომ დავაფუძნოთ მესამე რესპუბლიკა ეს აუცილებელია ეს არის გზა თორე ის არჩევნები რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ბიძენა ივანიშვილი და მისი ბანდა არავითარ შემთხვევაში არ იქნება გზა საქართველოს გამარჯვებისკენ მან უკვე დაღუპა საქართველო უკვე 13 წელია ღუპავს და ამ მსხვილს იმასაც წლებია გაკეთებულია ამიტომ ვიყოთ ერთად და ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა მე გთხოვთ რომ ყველამ გადასცეთ ერთმანეთს თუ შეგიძლიათ ვინაც გააზიარეთ ეს სოფლებში ჩავალთ ბატონებო სოფლებო აერჩიეთ დელეგატები უკვე მოამზადეთ თქვენი დელეგატები ვინ მიიღებს ამაში მონაწილეობას სექტემბერში უნდა ჩავატაროთ ჩვენ აუცილებლად საყოველთაო ეროვნული ყრილობა ისე რომ ერთი რამე არ დავიწყდეთ ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია სადაც წერია ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს აი ამ პუნქტით ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ აბა კოცმით ბრძოლამდე ბრძოლა ბოლომდე